ნეიროქირურგიული ოპერაციები ნეირომონიტორინგის დახმარებით. იმისთვის, რომ ეს პრაქტიკული ღირებულება უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო და გაგვიგო რა უპირატესობები გააჩნია ოპერაციის დროს ნეიროფიზიოლოგიურ სისტემას, გადავწყვიტეთ ოპერაციას დავსწრებოდით და ჩვენი თვალით გვენახა ამ უახლესი აპარატის დადებითი მხარეები. ეს არის სიმსივნე, სავარაუდოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ჭრილებით არის გამოდანილი და სხვადასხვა ლოკალიზაციას აჩვენებს. ცალკეული ნეიროქირურგიული ოპერაციების დროს ტრავმატიზმის და ოპერაციის შემდეგ უკვე პაციენტის დაინვალიდების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს მეთოდიკა ქირურგიულ ჯგუფს ნერვული სისტემის გარკვეული ფუნქციების კონტროლირებაში ეხმარება. უახლესი აპარატის შესახებ, რომელზეც ბატონი ალექსანდრე მარღანია გაგვესაუბრება, კვლევებმა აჩვენეს, რომ პოსტოპერაციული გართულებების დონე მინიმუმამდეა დაყვანილი. კონკრეტულად რის მონიტორინგს ახორციელებს ეს აპარატი და რისი კონტროლი ხდება? ეს არის გამოწვეული პოტენციალები, რომლებსაც ვღებულობთ გაღიზიანების შედეგად და შემდეგ მიდის ჩვეულებრივი ელექტრული აქტივობა. როდესაც რაღაცა ირღვევა ნერვთან ვართ ახლოს, მისული მაშინ ეს აქტივობა იცვლება, რაღაც პიკებს ვღებულობთ, გააჩნია რომელი უბანია და რომელი საპროექციო ზონაა. მონიტორზე ასახულ ცვლილებას ნეიროფიზიოლოგი აკვირდება, შემდეგ ნიშანს უკვე ქირურგს აძლევს. ეხლა გაჩერებული ხარ, მაგრამ აგზნებადობა მაინც მომატებულია. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან უბანს უახლოვდება, ექიმს ოპერაციის დროს გართულებების თავი და ნაცილებაში ეხმარება. ეს მონიტორინგი ხელს უწყობს ოპერაციის კარგ გამოსავალს. ანუ რაიმე ხიფათი როგორც კი არის მოსალოდნელი, მაშინათვე ეკრანზე ჩნდება გარკვეული ცვლილებები. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით თავის ტვინისა და ხერხემლის ონკოლოგიური სკოლიოზის, ანევრიზმის და სხვა ოპერაციების შემდეგ პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.